სამართლეთა დღევანდელი რაოდენობა ვერ უზრუნველყოფს არ არის საკმარისი ეფექტური და დროული მართლმსაჯულებისათვის. ამიტომ მიგვაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა იზრუნოს, დაიწყოს კვლევა იმისათვის, თუ რა რაოდენობის მოსამართლეები არის საჭირო საქართველოში ეფექტური და დროული მართლმსაჯულების განხორციელებისათვის. იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა ზრუნავდეს მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდაზე და არა შემცირებას. აუცილებელი არის, რომ სასამართლომ გაითვალისწინოს გამოცდილი კადრების წარსული, მათი რეპუტაცია და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ვინაიდან მოსამართლეთა უვადო გადანიშვნა და ის პრინციპი, რომელზეც არაერთხელ საუბრობდნენ ყოფილი იუსტიციის საბჭოს წევრებიც, ახლანდელი მოსამართლე წევრებიც, ნამდვილად ვერ ხორციელდება პრაქტიკაში და ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას მართლმსაჯულებისთვის, ვინაიდან გამოცდილი მოსამართლეები ჩამოშორტნებული იქნებიან სისტემას. ვთხოვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე ვთხოვთ საკანონმდებლო ორგანოს იუსტიციის საბჭოს პრიორიტეტულ საკითხად უნდა იქნეს მიჩნეული ის, რომ დადგინდეს მოსამართლის შერჩევის ობიექტური კრიტერიუმები, რათა გამოირიცხოს სუბიექტივიზმი ყველანაირად და იყოს დაცული ერთი მხრივ თავად ამ მოსამართლეთა კანდიდატების უფლებები, რომლებიც რატომღაც დღეს დაწუნებულები არიან და ასეთი იმიჯი აქვს საზოგადოებაში თუ თავიანთ პროფესიულ წრეებში და მეორეს მხრივ იყოს მართლმსაჯულება უფრო მეტად ხარისხიანი, უფრო მეტად გამჭვირვალე.